გამარჯობა, მოგესალმებით გულითადად. ჩვენ შევიკრიბებთ მე და თეოლოგი ზვიად საბაძე იმისათვის, რათა ვისაუბროთ აქტუალურ საკითხებზე და მიმოვიხილოთ მიმდინარე პროცესები და მოვლენები, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის მანძილზე განვითარდა საქართველოში და არა მარტო პრინციპში ამ პერიოდში, მთლიანობაში, თუ რა პერიპეტიები უძღოდა წინ დღევანდელობას და რა საწუხარი არსებობს საზოგადოებაში და მათ შორის რას განიცდიან თეოლოგები მიმდინარე პროცესების მეთვალყურეობისას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს ჩვენ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, როგორც ნომინალური მართლმადიდებელი ქრისტიანები, წარმატებებს ვსურვებთ. ცხადია, არ შევეხებით ამ ეტაპზე იმ თელრიგ კანონიკურ დარღვევებს და პროცესუალურ მხარეს, რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან დიდი კანონდარღვევები, როცა კი მან სხვადასხვა მეთოდოლოგიით გაანეიტრალა და ასე ვთქვათ, ტახტზე ბრძოლისათვის პროცესში ჩამოიშორა თავისი კოლეგები, არა მართლზომიერი და მიზანშეუწონელი ქმედებებით. მაგრამ საგულისხმოა ის, რომ რადგან ჩანასახი არის ასეთი პრობლემები მისი პატრიარქობისა, ეს გარკვეულ დამღას უქადის მის შემოქმედებით, მის სამოღვაწეო ცხოვრებას და ამიტომაც ჩვენ ვიძულებული ვართ, რომ დღენიადად შევახსენოთ ეს თუ როგორ მოხდა მისი დადგინება და არჩევა კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე. მაგრამ ყველაზე მტკივნეული ახლა არის სოციალური უთანასწორობის საკითხი, აი ქონებრივი დიფერენციაციის. ჩვენ ხედავთ, რომ ყველაზე უფრო უზრუნველყოფილი კასტა საზოგადოებაში არის მაგალითად პოლიტიკური ელიტა, ნომენკლატურა, მინისტრთა კაბინეტი, ამავდროულად კანონშემოქმედებითი ორგანოს დეპუტაცია, ასევე ბიზნეს სექტორი და იგივე შეგვიძლია ვთქვათ მღვდელმთავრებს წმინდა სინოდისა, რომელსაც საკმაოდ მძლავრი ფინანსური რესურსები გააჩნიათ. და ეს ქმნის დიდ კონტრასტს და ძალიან დიდ უსამართლობას და უთანასწორობას სოციალური თვალსაზრისით საზოგადოებაში. იმიტომ რომ არაერთგზის აღვნიშნავს ჩვენ, თუ როგორი რთული ვითარებაა საქართველოში სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, საბანკო დავალიანებების თვალსაზრისით, დემოგრაფიული კუთხით, მატერიალურად და ასე შემდეგ. უნდა ვთქვათ, აქვე ბარემ სტატისტიკაც, რომ 50,000-ზე მეტი და ეს მაჩვენებელი სწორ შემთხვევაში იზრდება კიდეც პერიოდულად. სოციალურად დაუჯდომელი ყავს. 320,000-ზე მეტი ადამიანი ყავს, ვისაც საბანკო დავალიანება აქვს. ეს რიცხვი დღე იზრდება. ასევე ნარკომომხმარებელი ყავს ძალიან დიდი რაოდენობის ქვეყანაში, რამდენიმე 10,000-ს გასცდა და როგორც ამბობენ, არაოფიციალურად ბევრად უფრო მძიმე ვითარება ამ თვალსაზრისით. სხვადასხვა დაავადებები აქვს ადამიანებს. არ არის ხელმისაწვდომი მათთვის ქირურგიული ოპერაციები და ასე შემდეგ და უხდებათ საზღვარგარეთ გახიზნა, იძულებით ზოგს მკურნალობის მოსადრებით, ზოგს დასაქმებით, ზოგს სწავლის და ვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. გადინების ნაკადი არის უაღრესად დიდი, 70-დან 100,000-მდე ყოველ წელს ადამიანები ოვებენ საკუთარ სამშობლოს და ეს არ არის, რა თქმა უნდა, კომფორტული არჩევანი, ეს არის იძულებითი აქტი. ეკლესიას ამაზე არასდროს არ უმსჯელია. მხოლოდ ზედაპირულად და ზედოთ, მაგრამ კონკრეტულად რა ხედვა აქვს, როგორ ესახება აი ამ პრობლემების პრევენცია, როგორ უნდა მოხდეს სამშობლოში დაბრუნება ჩვენი ემიგრანტების და ჩვენც მივეკუთვნებით ემიგრაციის სივრცეს და ჩვენც იძულებით გადაადგილებულები ვართ სამშობლოდან. აი ამ საკითხებზე არასდროს არ ლაპარაკობენ და მე იმედი მქონდა, რომ კათოლიკოს პატრიარქ შიოს ექნებოდა რაიმე სახის პროგრამა, გეგმა, პროექტები, რომლის პრეზენტაციასაც მოახდენდა საქართველოს საპატრიარქო. ვიმედოვნებ, რომ მომავალში მაინც შესაძლოა გაითვალისწინონ ეს აუცილებელი და გადაუდებელი ვალდებულება და რაღაცნაირად მათ საკუთარ შვილებზე და სამწყსოზე, როგორაც თავად პოზიციონირებენ ხოლმე დაცათაურებით, რომ არიან ისინი ხელმძღვანელები ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, იფიქრონ ჩვენს პირველად ამოცანაზე, ფიზიკურ გადარჩენას. ვინაიდან თუ ეს არ გექნა ადამიანს, შეუძლებელია სხვა რაიმე სიკეთეს ეზიარო მაგ ქვეყანაში. ასე რომ, შემით უფლებებზე უნდა საუბრობდეს ეკლესია.
უნდა საუბრობდეს ეკონომიკური დოვლათის აუცილებლობაზე, დასაქმებაზე, ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე და ასე შემდეგ. მხოლოდ მჟავე პატრიოტიზმი და მხოლოდ რაღაცა ასკეზისკენ მოწოდება ისე, რომ შენ არ აძლევ რეცეპციას ადამიანებს იმისათვის, რომ ინტელექტუალურად ცნობიერებით, სულიერად და როგორც მინიმუმ ფიზიკურად იარსებო, მაშინ ეს ყველაფერი მსგავსება ფარისევლობას და პათეტიკას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც თავად ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი არიან, მათი მენიუ, მათი კვების რაციონი, მათი ჩაცმულობა, მათი ყოველდღიური ყოფა აბსოლუტურად ესე იგი ფუფუნებით არის შემოფარგლული და როგორ არ ეუხერხულება იგივე პატრიარქ შიო მესამეს, როდესაც დიუშენის დაავადების მქონე ბავშვთა მშობლები იყვნენ მასთან აუდიენციაზე და საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე დღის შემდეგ სახელმწიფოსგან 5.300.000 ოდენობის დოტაცია მიიღო. ვიცით ეს ოფიციალურად. რა იქნებოდა თუნდაც სიმბოლურად გაეღო ეკლესიას იმ 5.300.000-დან მაგალითად 300.000 პირობითად ვთქვა. ან თუნდაც სრულად გაეღო სხვადასხვა ტიპის მომაკვდინებელი დაავადებების აღმოსაფხვრელად და ელიმინაციისათვის. შეეძლო ეს აქტი ჩაედინა, არავინ არ მოკლავდა შიმშილით კათოლიკოს პატრიარქს. და ყველა ღონისძიება მაინც ჩატარდებოდა, რაც გათვალისწინებულა. ან კი საერთოდ შემირცხვენიან ნებისმიერი ტიპის ღონისძიების საორგანიზაციო სამზადისი, თუ კი ეს ადამიანების კეთილდღეობას არ ხმარდება. რას ამბობს მაცხოვარი, როდესაც მოვალთ, რას მოგთხოვთ თქვენ, ვინ რომელ ავტომობილში იჯდა, ვინ რომელი ეთნიკური წარმომავლობის იყო, ვის რა ეცვა და ვის რა თანამდებობა ეკავა, თუ როცა მშიოდა და დამაპყურეთ მწყუროდა და მასვით ავად ვიყავდა მომხედეთო. ხო, ძირითადად ეს გზავნილებია სახარებაში სოციალურ მსახურებაზე, როდესაც არის საუბარი. ასე რომ ძალიან იუნეულია ეს საკითხი და კრიტიკას ვერ უძლებს. გიორგი, მადლობა ესეთი საფუძვლიანი შესავლისთვის და ამ სოციალურ საკითხებს რომ მივუბრუნდეთ, აი პატრიარქი შიო უკვე თითქმის ამიკვირა რაც პატრიარქის სტატუსს ატარებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის 9 წლის განმავლობაში იყო მოსახლე. და მისთვის ეს პრობლემები რაც ჩვენ ჩამოთვალე, ნაცნობი იყო. შეეძლო თუ არა შენი აზრით მოსახლის სტატუსით გარკვეულწილად ამ პრობლემების მოგვარებაზე ეფიქრა. მაგალითად დაიყენებინა სინოდის დომაზე, იქ ჩვენ როგორც ვიცით საპატრიარქოში მუდმივად იკრიბებოდნენ ხოლმე მღვდელმთავრები, რომელსაც ოფიციალურად სინოდი არ ერქვა, მაგრამ სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობდნენ. შესაძლებელი იყო თუ არა ამ ფორმატში აი მოსახლეობისთვის რაიმე სოციალური მნიშვნელობის, დიდი მნიშვნელობის საკითხი უბრალოდ დაყენებული იყო და განხილული. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ის ყოველთვის იყო რუდუმილის რეჟიმში და არასდროს არ აცხადებდა მთელ რიგ პრიორიტეტებს, რომელიც უნდა არსებობდეს, ხო, თუნდაც მიტროპოლიტის რანგში, თუნდაც ქორეპისკოპოსის რანგში და შემდეგ უკვე მოსაყდრის რანგში. ძალიან დაბალეფექტიანია ეს ამ თვალსაზრისით. თავის ეპარქიაშიც კი ის იშვიათად ჩადიოდა და ჩვენ არ ვიცით საერთოდ ის როგორი ფორმით კომუნიცირებდა მრევლთან და საზოგადოებასთან და რა ტიპის პასუხისმგებლობა ჰქონდა. მას ეს ვიცით ოფიციალურად, მაგრამ რა გადაწყვეტილებებს იღებდა, რა საკითხზე როგორი ხედვა ჰქონდა, ამაზე ის არასდროს საჯაროდ არ საუბრობდა და მას რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ ეჭვი არსებობს გონივრული თუ რატომ არ იყო ინიციატივიანი. ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მის გაპატრიარქებაში, არ მოემდურებია. სავარაუდოდ მას ეს მერკანტილური პირადი უტილიტარული ინტერესები ჰქონდა იმისათვის, რომ აღზევებულიყო და ცდილობდა არ გაეღეზიანებინა ხელისუფლება და მინიმუმ ყოფილიყო სიჩუმეში, კონფორმიზმში. რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ინტერესებზე ასხავდა წყალს. თუმცა ამ კუთხით ის პატრიარქობის შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ესეთი შთაბეჭდილება რჩება ყოველ შემთხვევაში. დიახ, ამიტომ მას ახლა მაინც შეეძლო, თუნდაც მაშინ როდესაც დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, იქ გამოსულიყო და იქ გაეკეთებინა განცხადება ამ საკითხებზე, ან თუნდაც იქვე მდგომ ჟურნალისტებთან უკვე კერძო ინტერვიუები მიეცა და საჯაროდ ესაუბრა თუ არა ტრიბუნიდან. მაგრამ თავს იკავებს, არ ვიცით ჩვენ რაც ფიქრობს, საერთოდ ღელავს თუ არა ამ საკითხების ირგვლივ. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი გულწრივია და აბსოლუტურად არანაკლებს. ვისი პატრიარქი უნდა იყოს?
ქვეყანა იცლება სისხლად, პირდაპირ ბუკვალური მნიშვნელობით. ადამიანები ტოვებენ სამშობლოს და რა უნდა, რომ ქართული ოცნების ამორჩევლისა და ალტინფოს წევრი პარტმუშაკების პატრიარქად დარჩეს, ყველა გადის ქვეყნიდან, ყველა ტოვებს სამშობლოს. ძალიან ღრმა კრიზისის წინაშეა ქვეყანა ყველა ასპექტში და არ შეიძლება ასეთ დროს სიჩუმე, ეს დანაშაულის ტოლფასია და ასე არ იქცეოდნენ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქები. თვით ისინიც კი, ვინც გარკვეული აზრით აფილირებული იყვნენ კრემლთან და პოლიტბიუროსგან იღებდნენ დირექტივებს, ისინიც კი გარკვეულ საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების იდეებს უფრთხილდებოდნენ. და ერთ-ერთი მთავარი იდეა არის არსებობა ფიზიკური, ხო, ანუ სიცოცხლის უფლება. აღარაფერს ვამბობ ხა სიტყვის თავისუფლებაზე და საკუთრების უფლებაზე, ამაზე შეიძლება ვიღაც გამოგვიდეოს, ეს დემოკრატიული მონოპოვარია და ამაზე რატომ უნდა ღელავდეს საეკლესიო პირები, თუმცა უნდა ღელავდეს, იმიტომ რომ საკუთრებას მნიშვნელოვანია და სიტყვის თავისუფლება. მაგაზე შეიძლება შემოგვეპასუხონ და გითხრან, რომ აი ხო არის საყოველთაო ნათლობის წესი, როდესაც პატრიარქი ხდებოდა ყოველი მესამე და მომდენო დაბადებული შვილის ნათლია, რომ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმულიყო ნაბიჯი. თუმცა რამდენად საკმარისია მხოლოდ ეს? რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ ცუდი არ იყო, შესაძლოა რაღაც დადებითი ასახვა ჰქონდა, მაგრამ უკვე ერთია დაიბადოს ბავშვი და შედ მე-40 დღეს ისინი მონათლო ან თუნდაც რაღაცა შვილობის სასაკში, მაგრამ მეორე გაზარდო, გამოყვებო, ასწავლო, ჯანდაცვით უზრუნველყო და ასე შემდეგ. და ამას უკვე საპატრიარქო აღარ აკეთებდა, უბრალოდ ავანსად ეს სტატუსს ანიჭებდა ნათლს. და მათ აღზრდაში, მათ ცხოვრებაში, მათ განსწავლაში, მათ კურნალობაში, მათ გამოყვებაში, მათ ჩაცმადახურვაში ის მონაწილეობას არ იღებდა, ეს ხო ფაქტია. ამიტომ მთლიანობაში მაინც ერთია, რა თქმა უნდა, რომ ეს დადებითი მუხტია, ერთგვარად შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს სურვილი, რომ კათოლიკოს პატრიარქი იყოს მისი ნათლია სტატუსით, მხოლოდ, მაგრამ მეორეა, რომ ეს ვერ აგვარებს იმ გამოწვევებს და იმ აუცილებელ საშუალებებს და საჭიროებებს, რომელიც ბავშვის აღზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს ამ პრობლემებზე, როდესაც თვალს უჭამს საპატრიარქო და არ რეაგირებს, ყოველ შემთხვევაში არ ცდილობს რეაგირებას, გარკვეული სახის უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში, საზოგადოებაში, რომელიც ასახულია მაგალითად სოციალურ მედიაში. გარდა ამისა, მაინტერესებს შენი აზრი, აი რაც თქვი სოციალურ მედიასთან დაკავშირებით, ემიგრაციაში მყოფი ქართველები. მე ვისაც ვიცნობ, ბევრი მათგანი უკვე ხმამაღლა გამოხატავს პრეტენზია საქართველოს ეკლესიის მიმართ, ადრეს გამოხატავდა, ახლაც გამოხატავს და ეს რამდენად არის საფრთხე, რომ ემიგრანტების გაუცხოება მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიასთან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმ ფონზე, როდესაც ხედავენ ისინი, რომ ემიგრაცია პრაქტიკულად სულს გაფავს საეკლესიო თვალსაზრისით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის სტრასბურგში, სადაც მე ვიმყოფები და ვცხოვრობ, სამრევლო არ არსებობს მუდმივი ადგილმდებარეობით, სულ მონაცვლეობა ხდება, პრობლემურია თავად სამღვდელოების ზნეობრივი მდგომარეობა, არსებობს შესაბამისად გაუცხოება, უნდობლობა მათ მიმართ და ასეთი პრობლემური სამღვდელობა სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში წყავს. გარდა ამისა, როდესაც აქ საშოვარზე გადაგებული საზოგადოება, რომელიც შრომობს, იღწვის იმისათვის, რომ აქედან გადარიცხვებით იქ არჩინოს ადგილზე დარჩენილი თავიანთი მშობლები თუ შვილები, ამ მოცემულობას ხედავს და შემდეგ უყურებს, რომ ამის პარალელურად მღვდელმთავრები თვითონ მილიონრები არიან ოფიციალურად, ხო? და ყველაზე დიდი ქონება ეკლესიას აქვს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ჩვენს ქვეყანაში და მაგალითად მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას ხონისა და სამტრედიის მღვდელმთავარს 1,5 მილიონიანი ავტოპარკი აქვს, რომელსაც ყოველწლიურად კიდევ უფრო აფართოვებს პირადი მოხმარებისთვის. ასეთ კონტრასტს რომ ხედავს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება, ფრუსტრაცია და უკვე უპატივცემლობაში გადაზრდილი ნიჰილიზმი სახეზეა და ეს მძიმე შედეგებამდე მივაქვს საბოლოო ჯამში. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში ეკლესია მაინც ორგანული ღირებულება იყო, განსაკუთრებით ბოლო 10 წლეულებში და როდესაც უკვე ტაბუ მოეხსნა მთელ რიგ საკითხებს და ხალხმა ჩაიხედა რეალობაში, უკვე ღიად მიმდინარეობს დისკუსია ამ მხრივ მიტროპოლიტ შიოს, რომელიც უკვე კათოლიკოს პატრიარქი გახდა, უნდა ეს გაეცნობიერებინა ჯერ კიდევ მოსახლეობის პერიოდში, რომ სულ სხვა ეპოქაა ეს არის ციფრული სამყარო, ეს არის ინფორმაციული სამყარო, ეს არის სოციალური ქსელების რეალობა, სადაც ადამიანები გაუფარავად
გამოხატავენ კრიტიკას და შეფასებები აქვთ მწვავე, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი არ იმალება. და შესაბამისად ეს იქნება ძალიან გადაულახავი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოსთვის საბოლოო ჯამში. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა დაფიქრდნენ, როგორ ეცდებიან კვლავინდებურად ტრადიციას მიყვებიან, რომ პრობლემა კი არ მოაგვარონ, არამედ პრობლემა გადააგორონ. ისევ ამ თვისობრივ მხარეს დაუბრუნდებიან ყოფაქცევით თუ ჩახედავენ თვალებში ყველა გამოწვევას და ეცდებიან, რომ საზოგადოების მხარდამხარ გაუმკლავდნენ გამოწვევას. პირველი მაგალითი თვითონ მოგვცემს სოლიდარობის, კეთილშობილების, ქრისტოცენტრულობის და სოციალური თავდადების. თუ ამას არ გააკეთებენ, დარჩებიან საკუთარი სტიქაროსნების ამარა და შესაძლოა სტიქაროსნებიც კი გამოიცალოთ ხელიდან და ერთმანეთის შემოსვა თავად დაიწყონ საკურთხეველში იმდენად დეფიციტური გახდეს ეკლესიის მიმართ ნდობა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება სახარებიდან ერთი ეპიზოდი, როდესაც ქრისტე სტუმრობს მართას და მარიამს. თუმცა განსხვავება ის არის, რომ საქართველოს ეკლესია სრულიად დატოვებული აქვს ეგრეთ წოდებული, შეგვიძლია ასე ვთქვათ, მართას მსახურება, ანუ სოციალური მსახურება, ყველა ის საჭიროება, რაც ხორციელად არსებობისთვის სჭირდება ადამიანს და მარიამის მსახურება, ანუ სულიერი მსახურება, ლიტურგიკული მსახურება მართალია აქვს გარეგნულად ეკლესიას, მაგრამ აღასრულებს სულიერებისგან სრულიად დაცლილად. ანუ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულიერი მსახურება აღმატებულია ხორციელის, მაგრამ ხორციელის მსახურების გარეშე სულიერი არაფერს არ ნიშნავს, რადგან ერთი მეორეზეა, ასე ვთქვათ, ერთი მეორესთან არის დაკავშირებული ორგანულად. პირდაპირ ცნებად გვაქვს მოცემული სახარებაში, რომ ვისწრუნოთ მოყვას. იქნება ეს მაგალითად სნეულების მიხედვა, ადიმრების მონახულება, შიერთა ჭმევა და ასე შემდეგ. მინდა რომ ძალიან საინტერესოა ეს საკითხიც, რომ ხედავთ, რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აჯარიმებენ, ხო, კოლოსალური თანხებით და თუ ვერ იხდის საპატიმროში ყავთ გოგონები, ახალგაზრდა მაწვილები, სტუდენტობა, მათ შორის მშობლების თაობის წარმომადგენლებსაც კი აჯარიმებენ და ძალიან მარაზმში გადაზრდილი აბსურდის თეატრი საქართველოში. ამ თვალსაზრისით. აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ახლა პოლიტიკურ საკითხებზე, ხო? და რაღაც პარტიულ გემოვნებაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ვსაუბრობთ